ბოროტი წამსვე გვაშორებს რაღაცა ამ კეთილ სურვილებს და კეთილ შლის გონებიდან რა უცე მერე ღმერთის მიერ გაჩენილი ადამიანები ვართ და ვიტანჯებით ამ უკეთური ფიქრებით, სურვილებით და ოცნებებით. არადა ადამიანის გული არის გაჩენილი სიყვარულისთვის. ღმერთის სიყვარულისთვისაც და ადამიანის სიყვარულისთვისაც. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ავირჩიოთ მფარველი ანგელოზის გზა. და სული სიცოცხლე უნდა ავირჩიოთ. ამის გასაღები არის ჩვენს თავისუფალ ნებაში. და თავისუფალ ნებაში ყველაზე მეტად რა ჩაწერა უფალმა. შეიცან თავი შენი. და მეორე, გიყვარდეს მოყვასი შენი. ეს ძალიან აბელია და ძალიან კარგი მცნება. ღვთის სიტყვა არის. მეგზური ყავს მფარველი ანგელოზი. დედამიწაზე კიდე თუ გახედავთ თქვენი ცოდნით, თქვენი სმენით, თქვენი გულით და გონებით. მაგალითად, იოანეს დედაზნელი 12 მოწაფე მისი, აი დღეს ღირსი იოსებ ალავერდელის ხსენებაა. იოანე ათონელი, ექვთიმე ათონელი, თორნიკე ერისთავი, გიორგი მთაწმინდელი, გიორგი მაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი, არსენი ყალთოელი, იოანე პეტრიცი, ქრისტეს გზაზე მოვალი ადამიანები იყვნენ. და ესენი იყვნენ საქართველოს მაშენებელნი. საქართველოზე მოფიქრალნი. საქმით, რწმენით, სიტყვით და სულიწმიდის მადმოსილებით. აი რამდენი ადამიანები ჩამოვთვალებთ და რამდენი ყავს ღირსეული ქართველი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას ქმნიდა, ამ ქვეყანას აშენებდა და ამ ქვეყანას პატრონობდა და დღესაც პატრონობდა. თორნიკე ერისთავს, როცა დაჭირდა ხორციელი დახმარება ამ ქვეყანას, ამ ქვეყნიურ სიწმინდეს, რწმენას, მამულს და ენას, აბჯარი ჩაიცვა და ბრძოლის ველზე გავიდა. ხო და ის ტვინგამორიცხელი უტვინოები, რომელიც ამბობენ, რომ არ უნდა ჩაერიო არავითარ საქმეში. როგორ თორნიკე ვერად აღკვეცილი აბჯარს იცვამს და ხმალს ხელში იღებს და გადის სიწმინდის რწმენისა და მამულის დასაცავად და მე თურმე უნდა წამოვწვე და ლუარსაბებით ბუზები ვითვალე. ამიტომ ჩემი სულიერი წინამძღვარი ოდითგან დღემდე პატარა რომ ვიყავი იქიდან მომოლებული, იყო თორნიკე ერისთავი. როცა მე პირველად წავიკითხე, როცა მე პირველად გავიგე, რომ იყო კაცი ვინმე და იყო დავითი და კონსტანტინე. იყო თორნიკე ერისთავი, იყო გიორგი ჭყონდიდელი. ეს იყო კაცები. თორა არც ერთი ქურდი ავტორიტეტი ჩემთვის არ იყო. ჩემთან გაიზარდნენ, ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ და ასე შემდეგ და ყველაზე ახლობლები იყვნენ. მაგრამ ესენი იყვნენ ჩემები. ესენი იყვნენ ჩემები და არა ისინი. ისინი ჩვეულებრივი სუსტების სექტის მიმდევარნი იყვნენ. რომელთა აღუპეს მრავალი კიდე. ბოლოს შუაზე მოვიდნენ ვითარ, მაგრამ არ ეყოთ ძალა. იმიტომ რომ ეროვნული გამოიერნება. აი, ჩვენ ყავდა ერთი ძლიერი ქართველი კაცი. ეს იყო გიორგი ჭყონდიდელი. ეს კაცი იყო საქართველოს სული და ხორცი. დარაჯი იყო კაცი, სრული და მართალი. და ვალმოხტილი თავისი სიცოცხლეში დახარჯული კაცი. უკვდავი სული იყო საქართველოს. და დავით აღმაშენებელის ამზრდელი იყო კიდე და თანამებრძოლიც იყო.
თანამებრძოლიც იყო გიორგი ჭყონდიდელი და დაიმახსოვრეთ ხალხო თქვენ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა 900 წელი აი ეს კაცი კანონიზირებული არ ყავდა მართლმადიდებლურ ეკლესიას ერთხელ ვახტანგ გურგენიძე იყო ასეთი კაცი მეცნიერი და ვთხოვე რომ ის ძალიან ახლოს იყო კათოლიკოსთან და ვთხოვე რომ ბატონო ვახტანგ მე ვთხოვე პატრიარქს რომ გიორგი ჭყონდიდელი ატომ არ არის მეთქი შერაცხული და კანონიზირებული ეკლესიის მიერ რა თუნდაო იმასულა ქართული კაცის გულში არ არისო წმინდანი მეთქი არის მაგრამ ბაბა რატოა სხვა ხოდა ნუ გავიდა მე წლები და არ მოხდა ეს ისე 900 წლის თავი იყო ყველა თავს უყავდა აი მარტვილში მაგრამ რა ვიცი აბა არ იყო და მე ერთხელ მე უთხარი 2000 წელი იყო თუ რაღაც აკეთე უთხარი უწმინდეს რომ მეთქი უწმინდეს რატომ არ არის მეთქი ესეთი ვერ გებულობ მეთქი და იქნებ მომცა ამის გაგება მე რატომ არის რაცხავთ მეთქი ამ წმინდანი ყველაფერი მე გავაკეთო ასე მე უთხარი გადავიდა პატრიარქი შეგადა მე რო იყო დიდი შერაცხული მოყოლება დავაგებდა ხოდა იქიდან არ გასულა რამდენიმე და კანონიზაცია გავაკეთა წმინდა სინოდმა გიორგი ჭყონდიძეს და ჩემს ხალხს საზღვარი არ ქონდა და ეს რატომ მინდა ეს რატო ავრი ეხლა თქვენ დავით აღმაშენებელი მე მგონია 800 წლის თავი არის ეხლა მისი გარდაცვალება 900 ხოდა დავით აღმაშენებელი მარხია გელათში ქართველს ვისაც გული უსდევს და ვინც ქრისტიანია იქ უნდა ჩავიდეს გელათში და უნდა დაიჩოქოს იქ და მუხლი უნდა მოიყაროს იმის საფლავზე რომ ის იყო ქართველი კაცი და ქართველთა მხედართმთავარი აი ჭყონდიდელიც იქაა და ეს კაცი იყო თავისი ცოცხლეში დახარჯული და ვალმოხტილი ჩვენი ცხოვრებისთვის და ჩვენი არსებობისთვის ამ დედამიწაზე რომ გვეგრძნო ეს სილამაზე და გვეგრძნო ღვთის მადლი და რწმენა ყველა ქართველის ვალი ესაა ბიჭო ორჯონიკიძის იმაზე საფლავზე მედიოდა და ლენის უკრავდით და ტერიტორია ცხოვრება და აქეთ შევორმაზე საფლავზე და დამორიალებს კიდე ხალხი და ეს რა ვიცი რა ესენი არცეთ ღვთისა არის ღვთისა ვინც იყო იქ უნდა აღვდგეთ და უნდა აღვადგიოთ ის და შენ წარმოგიდგენია თელი საქართველო რო გელათში შეიგრიფოს დავითის საფლავზე ეროვნული სულისკვეთება და ეროვნული ცნობიერება ისი არ გაიღვიძებს არც არაფერი გვეშველება ჩვენ მოვკვდებით არაფერია რა დიდი 10 წელი 15 წელი მე გავწვევ მე 2 მეტროაზე 1 მეტრო ნახევარი თუმაღილსას ასე მე მორჩება მოვკვდებით და მიწად იქცევა რაღაც ხომ უნდა ქნა და ხომ უნდა დატო ხენი სიკეთე და დადე ქვაზე და წადი და კიდე სხვა დადეც მე შესმერე ორ ჯერ შენ უნდა დადო ქვაზე ხოდა ბევრი ჭკვიანაღწევი ამბობს იმას რომ მე მაგალითად მე მამათევდორე და ზოგჯერ შეიძლება ვინმე თქვას რომ აი ასე შეგოდა ისე შეგოდა მე შვებოდი თუ რასაც შვებოდი ქართველიერისთვის შვებოდი მე თურქობას დღესაც არ დაუშვებ სამხრეთ საქართველოში სანამ აქ ვერში სული როცა მოვკვდები ხოდა დიდ თურქობას დღესაც არ დაუშვებ სამხრეთ საქართველოში არც დიდ სომხობას დაუშვებ თორემ მე ბევრჯერ მიფიქრია დავიბადე ჩემი სამშობლო ჩემი პირველი ენა და რა ქვია მაგას ყველა ქვა ჩემი საკუთრება არის ჩემი სოფელი ჩემი ჭოგნარი და ბევრჯერ მიფიქრია დაბადებული ვარ ჭოგნარი და რა ჯანდაბაკი და ეგ საცხაო თურქეთის საზღვარზე რა გინდა ეგ საცხა სომხეთის საზღვარზე რა გინდა ეგ საცხა აზერბაიჯანის საზღვარზე და ვინცხას ეჭირები რა გინდა წაცავს მაგრამ არა იქ მე თორნიკას მივყავდი იქ მე გიორგი ჭყონდიდელს მივყავდი და იმათ სულისკვეთებას მივყავდი მე ჩემ წინს უნდა უპატრონო და თქვენც ასევე ქრისტიანებს გევალებათ ეს რომ თქვენ წინ მამულს მიხედოთ თქვენი ფარველი ანგელოზი არ უნდა მოშალოთ თქვენი ფუძეებიდან დაუშვა შეცდომა დედამ მამამ მე დაუშვი შეცდომა თქვა რომ წამოვედი და ამ ჭაობში ჩავარდი არ
რამ ჩამაგდო არ შეიძლება ძალით წამომიყვანეს, შეიძლება სიზარმაცე, შეიძლება კაი ცხოვრება მიდოდა და მით წამოვედი, მაგრამ დაფიქრდი. არ უნდა დატოვო. რაჭა, არ უნდა დატოვო, ლეჩხუმი, არ უნდა დატოვო, საგერი, არ უნდა დატოვო, სვანეთი, არ უნდა გარყვნან სვანეთი, არ უნდა დატოვო სამეგრელო, არ უნდა დატოვო სენაკი, ფოთი, არ უნდა დატოვო კახეთი, არ უნდა დატოვო სამხრეთ საქართველო, ახალციხე, არ უნდა დატოვო ადიგენი, არ უნდა დატოვო ასპინძა, არ უნდა დატოვო ნინოწმინდა და არ უნდა დატოვო ახალქალაქი. თორე მიგ როცა პატრონი არ ეყოლება, განსაცდელები დიდი მოვა. ამიტომ